მეგობრებო, რას ნიშნავს გეი პროპაგანდა მართლა 21 საუკუნეა, მოდით ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი წესი პირველი, არ შეიძლება სხვის ტრაქში ყურება არც პირში. ვინ რას ჭამს, ვის რა საჭმელი ევასება, დესერტად ვის რა ევასება და სადილად ვის რა ევასება, ასევე ვის სად ევასება შეყოფა და ვის რისი შეყოფა ევასება, თქვენი ტრაკის საქმე არ არის. როგორც ტუალეტში არ მიყვებით არავის და არ უკონტროლებთ რა და როგორ, ისე არ უნდა გაუკონტროლოთ ვის ვისთან ევასება. კაცობრიობის გაჩენის დღიდან ადამიანებს აქვთ ესეთი ფენომენი, თანდაყოლილია სექსუალობა. სექსუალობის გარეშე ადამიანი ვერც მრავლდება და ვერც ვითარდება. სექსუალობა არის ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილი. და ეს სექსუალობა არის მრავალგვარი. არასდროს კაცობრიობის შექმნის ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით, რომ სანამ მარტო ადამი და ევა იყო, რა წამსაც კაცობრიობა გამრავლდა, იქიდან მოყოლებული გეი ადამიანები არსებობენ. გეი მოცემულობა, ჰომოსექსუალიზმი არსებობს, იგივე სქესის მიმართ attraction, მიზიდულობა არსებობს ცხოველთა სამყაროშიც. ეს ნორმალურია. გემოვნება არის ნორმალური. რო გქონდეს, რომ ესეთი ქალი გევასება, ესეთი კაცი გევასება, ან მარტო ქალები გევასება, ან მარტო კაცები გევასება, ან ორივე გევასება, ეს არავის ტრაკის საქმე არ არის. პროპაგანდა არის, რომ გამოვიდეს ვინმე და ილაპარაკოს, გეობა კარგია, იყავით გეები. ეგ არის პროპაგანდა. მაგრამ როდესაც ადამიანი არის გეი და ამას იძახის, ეს არის სიმართლე. ეს არის ფაქტი. ეს არის ბიოლოგია. ეს არის ფიზიოლოგია. ეს არის გემოვნება. ეს არის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა და დასაბამიდან ასე იყო და ასე იქნება. სანამ ადამიანი არსებობს, მანამდე იარსებებს ჰომოსექსუალიზმი. და ვიღაცები, ვინც გამოდიან და ამას კრძალავენ, რა უფლებით, რა თქვენი ტრაკის საქმეა, ვინ ვისთან ყნაურობს და ვის რა აქვს სადილად, რატო აძლევთ მაგის უფლებას, თქვენი ცხოვრება, თქვენ გააჩინეთ, თქვენც რომ გაგეჩინათ, სხვა ადამიანია. ადამიანი რომ იბადება თავისუფალი. ადამიანი რომ იბადება, მას აქვს უფლება უყვარდეს ის, ვინც უნდა უყვარდეს, მოსწონდეს ის, ვინც უნდა მოსწონდეს. თუ ამას არ აკეთებს ვიღაცაზე ძალის ხმარების გზით. თუ ადამიანი არ ძალადობს არავისზე, მას აქვს უფლება კონდეს ისეთი სექსუალური გემოვნება, როგორიც აქვს. და პროპაგანდა არ არსებობს LGBTQ პროპაგანდა. თუ გეი არ ხარ, გეი ვერ გახდები. თუ არ გევასება კაცები, ვერ დაგევასება კაცები, რაც არ უნდა გითხრან, რომ კაცები დაგევასოს. აი მე ახლა დედაჩემს რაც არ უნდა ვუთხრა, რომ აუ ქალები იცი რა მაგარია, ქალები გახდი ლესბოსელი, გახდი მოგეწონეს, არ ევასება დედაჩემს, არ ევასება ქალები. ვერ დაევასება ვერასდროს. საუკუნეები რომ გაატაროს პროპაგანდის მოსმენაში, დედაჩემი ვერ გახდება გეი ადამიანი. ამიტომ პროპაგანდა არ მოქმედებს. პროპაგანდა არის, როდესაც გეუბნებიან, რომ პროპაგანდა საშიშია. ეგ არის პროპაგანდა. რატომ იცით? თვითონ აკეთებენ ყველაფერს, რის წინააღმდეგაც მიდიან, მე ამის უტყდებათ და გამოდიან და იღებენ კანონებს, რომელიც კრძალავს იგივეს გემოვნებას, რა გემოვნებითაც თვითონ დაიბადნენ. კი, ჰომოსექსუალიზმი არის თანდაყოლილი, ესეთი იბადები, ესეთი ვერ ხდები. ასე რომ არა, პროპაგანდას არ ვემხრობ, იმიტომ რომ შეუძლებელია გეი ყოფნის პროპაგანდა. ან ხარ, ან არ ხარ. და თუ ვინმე არის, ღმერთმა გაუმარჯოს, ეს არ არის ცოდვა, ეს არ არის დანაშაული. It's okay. ვისაც ევასება მარტო ქალები გაუმარჯოთ, ვისაც ევასებათ მარტო კაცები გაუმარჯოთ, ვისაც ევასებათ ორივე გაუმარჯოს. იცით ვის არ გაუმარჯოთ? პედოფილებს, ზოოფილებს, აი მოწყვლად უსუსურ ადამიანზე რომ ძალადობენ, თავიანთი სექსუალური გარყვნილი ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად. აი მაგათ არ გაუმარჯოთ, მაგათ
ეკუთვნით მაღალი სასჯელი და იზოლაცია საზოგადოებისგან, იმიტომ რომ წარმოადგენენ საფრთხეს, რაც შეეხება გეი ადამიანებს, ისინი არიან სრულ უფლებიანი ადამიანები და კანონის წინაშე ყველათან ასწორია, ხარ გეი თუ ჰეტერო, გაიგეთ ეს 21 საუკუნეა, ნუ იქნებით დებილები, ტეხავს.